სანქტ-პეტერბურგი ჯოჯოხეთად იქცა უკრაინული დრონების სასტიკი შეჭრის შედეგად და რუსეთი ამ 4 შაბათს 2026 წლის 3 ივნისს იღვიძებს კვამლით, რომელიც მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ვიტრინას ფარავს. უკრაინამ შორი მოქმედების ოპერაცია დაიწყო ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ვლადიმირ პუტინის ქალაქში. ზუსტად მაშინ, როცა მოსკოვი ცდილობდა გაეხსნა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რათა მსოფლიოსთვის ძალის, კონტროლისა და ეკონომიკური გამძლეობის იმიჯი გაეყიდა, დრონებმა გადალახეს 1000 კილომეტრზე მეტი მანძილი, სანამ ნავთობის ტერმინალის ტერიტორიასა და თავდაცვის ობიექტებს არ დაარტყეს კრონშტადტთან ახლოს, რომელიც სტრატეგიული საზღვაო ბაზაა ფინეთის ყურეში. სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და უცხოური დელეგაციები რუსულ დიდ ღონისძიებაზე ჩამოდიოდნენ, აფეთქებებმა, ხანძარმა, აეროპორტის შეფერხებამ და უსაფრთხოების განგაშმა ომი იმ სცენარში მოაქცია, რომელსაც კრემლი პროპაგანდისტვის გამოიყენებდა. რას სურდა უკრაინას ეჩვენებინა? რატომ დაარყა სანქტ-პეტერბურგს სწორედ ფორუმის დღეს? როგორ დაიცავს მოსკოვი თავის ვიტრინას ამ თავდასხმის შემდეგ? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაკვეთნებთ. შეტევა გამთენიისას მოხდა, სანამ ქალაქი ეკონომიკური ღონისძიების ოფიციალურ რიტმში შევიდოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს სანქტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალს და კრონშტადტის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტებს. დაშორება შთამბეჭდავია, რადგან ოპერაცია ფრონტის ხაზთან ახლოს არ ჩატარებულა. ის ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში მივიდა, შორს უკრაინისგან, რეგიონში, რომელსაც მოსკოვი ყოველთვის უკანა ხაზის, სარდლობისა და პრესტიჟის ზონად მიიჩნევდა. სწორედ აქ იძენს თავდასხმა მნიშვნელობას. უკრაინამ ომი პუტინის პოლიტიკურ კართან მიიტანა იმ დღეს, როცა რუსეთს სურდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანა კვლავ ფუნქციონირებს, მიუხედავად სანქციებისა, დასავლური იზოლაციისა და ღია კონფლიქტის წლებისა. რუსმა ხელისუფლებამ დაადასტურა დრონების თავდასხმები სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის რამდენიმე წერტილში. გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა განაცხადა ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანებისა და დაჭრილების შესახებ. დაღუპულები არ დაფიქსირებულა. რუსული ვერსია ცდილობდა შემთხვევა წარმოეჩინა როგორც კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც საჰაერო თავდაცვამ აღკვეთა, მაგრამ გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა ძლიერი კვამლი პორტის ტერიტორიაზე. ღია წყაროების ანალიტიკოსებმა აფეთქებები დააფიქსირეს იმ სექტორთან ახლოს, სადაც ნავთობის ტერმინალია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ოფიციალურად არ აღიარებს ტერმინალზე სრულ ზემოქმედებას, საჯარო სიგნალი ძლიერი იყო. რუსეთის მეორე უდიდესი ქალაქი, პუტინის პოლიტიკური აკვანი და კრემლის უმსხვილესი ეკონომიკური ღონისძიებების ადგილი, საერთაშორისო გამოფენის კვირაში დაზარალდა. ენერგეტიკული ობიექტი ეხმარება ახსნას ოპერაციის მიზეზი. უკრაინა განიხილავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საწყობებს, ტერმინალებს და სამხედრო ობიექტებს, როგორც იმ მექანიზმის ნაწილს, რომელიც რუსულ ომს უზრუნველყოფს. ამ ტიპის სტრუქტურებზე დარტყმა ამცირებს საწვავს, ლოგისტიკას, შემოსავალს და მოსკოვის ოპერაციულ შესაძლებლობებს. სანქტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი მნიშვნელოვანია, რადგან ის დაკავშირებულია ექსპორტისა და ნავთობპროდუქტების მოძრაობის ნაკადთან რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში. ეს შემთხვევითი სამიზნე არ ყოფილა. ეს იყო სენსიტიური წერტილი ეკონომიკისთვის, რომელიც ცდილობს ენერგორესურსების გაკიდვა შეინარჩუნოს როგორც მთავარი საკრდენი. კრონშტადტის რეგიონი კიდევ უფრო ზრდის თავდასხმის მნიშვნელობას. ქალაქი მდებარეობს მნიშვნელოვან საზღვაო ზონაში, რომელიც დაკავშირებულია სანქტ-პეტერბურგის დაცვასთან და ფინეთის ყურეში შესვლასთან. საერთაშორისო მედიის ცნობით, შეტევა ასევე მიზნად ისახავდა სამხედრო სტრუქტურებს და საზღვაო ობიექტს, სადაც მიმდინარეობდა გემგემის რემონტი. მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ დამოუკიდებელ გადამოწმებას საჭიროებს, მესიჯი ნათელია. უკრაინა სურს აჩვენოს, რომ შეუძლია მიაღწიოს არამხოლოდ ენერგეტიკულ ობიექტებს, არამედ თავდაცვის სტრუქტურებსაც რუსეთის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ რეგიონში. მოსკოვისთვის ყველაზე შემაწუხებელი დეტალი სწორედ შერჩეული დრო იყო. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 3-დან 6 ივნისამდე ტარდება და კრემლისთვის წარმოადგენს ვიტრინას ბიზნესმენებისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და უცხოური დელეგაციებისთვის. რუსეთი ცდილობს ამ შეხვედრის გამოყენებას იმის დასამტკიცებლად, რომ მარტო არ არის, რომ მას ჯერ კიდევ ჰყავს პარტნიორები და რომ მისი ეკონომიკა კვლავ ღია დასავლეთის მიღმა შეთანხმებებისთვის. თუმცა გახსნას თან ახლდა კვამლი პორტში, პულკოვოს აეროპორტში შეფერხებები და უსაფრთხოების განგაში. სურათი, რომლის კონტროლიც მოსკოვს სურდა, უკვე პირველ საათებში დაიბზარა. ვლადიმერ პუტინი მომდევნო დღეებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და კრემლს მოუწევს თავდასხმა წინააღმდეგობის სიტყვად აქციოს. მოსკოვი სავარაუდოდ იტყვის, რომ რუსეთი იყო პროვოცირებული, რომ საჰაერო თავდაცვა მიმუშავა და რომ ეკონომიკა კვლავ მყარად იდგება.
მაგრამ პრობლემა ვლადიმერ პუტინისთვის ის არის, რომ თავდასხმა მოხდა არასწორ ადგილას, არასწორ დროს და არასწორი აუდიტორიის წინაშე. ეს იყო სანქტ-პეტერბურგი, ქალაქი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიასთან და რომელიც დაზიანდა მაშინ, როცა მთავრობა მასპინძლობდა სტუმრებს და ცდილობდა სტაბილურობის დემონსტრირებას. თავდასხმამ ასევე აჩვენა გრძელდისტანციური ომის ლოგიკის განვითარება. ფრონტის ხაზი კვლავ მძიმეა, მაგრამ უკრაინა ახლა იყენებს დრონებს, რათა რუსეთის შიგნით ზიანი მიაყენოს. ეს აიძულებს მოსკოვს გაავრცელოს საჰაერო თავდაცვა, დაიცვას დიდი ქალაქები, დაფაროს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და ამავდროულად შეინარჩუნოს სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე. ყოველი დრონი, რომელიც შორეულ ტერიტორიამდე აღწევს, კრემლს აიძულებს ახსნას, როგორ ახერხებს ომი, რომლის კონტროლსაც ის ამტკიცებდა 1000 კილომეტრზე მეტს გადალახვას და სტრატეგიულ ქალაქში გამოჩენას. ეხლა ბრძოლა მხოლოდ ტერიტორიაზე აღარ არის. ეს ასევე ძალის აღქმისთვის ბრძოლაა. ეს თავდასხმა ზეწოლას ახდენს რუსეთის შიდა უსაფრთხოებაზე, რადგან სანქტ-პეტერბურგს მეორე ხარისხოვან ტერიტორიად ვერ ჩათვლიან. თუ დრონები რეგიონში საერთაშორისო ღონისძიების დროს აღწევენ, სხვა ახლომდებარე სტრუქტურებიც დაუცველად აღიქმება. პორტებს, აეროპორტებს, ბაზებს, ინდუსტრიებსა და ენერგორესურსების მარშრუტებს მომატებული სიფრთხილით მოუწევთ მუშაობა. ეს ომის ხარჯს ზრდის. უკრაინა სწორედ ამას ცდილობს. მოსკოვი აიძულოს მეტი დახარჯოს იმის დასაცავად, რაც ადრე ფრონტიდან შორს და უსაფრთხოდ მიიჩნეოდა. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.